Ყველას საფეხბურთო სალამი, ყველაზე ცხელი სიახლეები ჩვენს დღევანდელ ეპიზოდში იქნება. კონფლიქტი კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს შორის, რეალური ფაქტები და რა მოხდა თამაშის შემდეგ. საბოლოოდ გადაწყდა გიორგი მიქაუტაძე მეცში ბრუნდება, ამას აიაქსში არავინ ელოდა. ოსიმენის აგენტმა კომენტარი გააკეთა ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელით ინტერესდება, საქმეში 100 მილიონია, ხოლო მადრიდის რეალი ვარანს აბრუნებს. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს დღევანდელ ეპიზოდში. შეგახსენებთ, რომ ახლა თქვენი ეკრანების წინ ვინც იხართ, 80%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ ამ ერთი ხილაკის დაჭერა, რადგან როგორც იცით, ჩვენი მიზანია 35,000 გამომწერზე ასვლა. ასევე ტრადიციულად ჯერ ლაიქი მერე ყურება. ავიდეთ 2,000 მოწონებაზე. ვიცი ამ წამს მაგარს გიშკაობ, მაგრამ სულ ორი ხილაკია, ტენე და მაგრა დამეხმარები. ეს არის არხი Footvision. დავიწყოთ. ვიქტორ ოსიმენმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების და ბევრი ჭორის შემდეგ ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, რომლის თანახმად ის სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს და მისი გამოსასყიდი თანხა 130-140 მილიონ ევროდ განისაზღვრა. ნიგერიელი ფორვარდის აგენტმა რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ ვიქტორს ყოველთვის ნაპოლიში დარჩენა სურდა და ხალხში გავრცელებული ხმები თითქოს კლუბის დატოვებას აპირებდა სიმართლე არ იყო. ვიქტორი ბედნიერია ნაპოლიში და სურს კლუბთან ერთად, რაც შეიძლება მაღალ და მეტ მიზანს მიაღწიოს. ის ყოველთვის ამბობდა და მოედანზეც ამტკიცებდა, რომ ნაპოლიში თამაში სურდა. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი მთლიანად იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. ეს ამტკიცებს, რომ გარკვეული ნარატივი მცდარი იყო. ხალხი მასზე ამბობდა, რომ არ სურდა კონტრაქტის განახლება, რათა კლუბი მალე დაეტოვებინა. ეს არ იყო სიმართლე, მე წარმოვადგენ ვიქტორს და მისთვის საუკეთესოს ვცდილობ. ზაფხულიდან მოყოლებული ჩვენთვის კონტრაქტის განახლება პრიორიტეტი იყო. გასულ ზაფხულს ბევრი შეთავაზება მივიღეთ, მათ შორის ძალიან სარფიანი, მაგრამ დე ლაურენტის ვიქტორის შენარჩუნება სურდა და ჩვენც მასთან ვითანამშრომლეთ. წასვლის სურვილი რომ ქონოდა, ამას ხმამაღლა ვიტყოდით. სამაგიეროდ ბევრი ვიმუშავეთ მხოლოდ კონტრაქტის განახლებაზე. მომდევნო ზაფხულსაც იგივე იქნება. დე ლაურენტისთან დავილაპარაკებთ და ერთად შევხედავთ რა უნდა გავაკეთოთ. აღნიშნა კალენდამ. მე პირადად არ მჯერა ოსიმენის ერთგულების ნაპოლის მიმართ. ფეხბურთელებმა და აგენტებმა ზოგადად ლამაზად ლაპარაკი და გულშემატკივრების გულის მოგება იციან და ვფიქრობ, რომ ესეც მსგავსი ჟესტია. რა თქმა უნდა, ოსიმენი ამით ცუდი ადამიანი არ ხდება. ასეთია თამაშის წესები და 95% ფეხბურთელი მიყვება მათ. ოსიმენიც ერთ-ერთია, ვფიქრობ, რომ შესაძლოა ის დარჩეს კიდევ ერთი სეზონით ნაპოლიში. ან მეორე ვარიანტია კონტრაქტის გახანგრძლივება გამოსასყიდი თანხის დამატების მიზნით. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან ძველი კონტრაქტი 2025 წელს ეწურებოდა. ნიგერიელი ფორვარდი იტალიურ კლუბს 2020 წელს ფრანგული ლილიდან შეუერთდა. კვარაცხელიას უშედეგობის ფონზე მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირდა, რაც ძალიან მეწყინა ამ ხელა დროის მანძილზე პირველად თან პლუს ეს პირდაპირ მიგვანიშნებს ცუდს. თუმცა შეგვიძლია მაინც ოპტიმისტურად განვეწყოთ. წინ ჩემპიონთა ლიგაა, ზამთრის შემდეგ კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრები. კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს კვარაცხელიას სასარგებლოდ. მამუკა ჯუღელი და კვარას ოჯახი საქმეს ყოველთვის სწორად უდგებოდა და ყოველთვის ზუსტ დროს ზუსტ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ახლა თითქოს ჩვენთვის მაყურებლისთვის ჩვენი გადმოსახედიდან ნათელია, რომ ხვიჩექვევით მიდის და თითქოს დროა გარემოცვამ რამე გადაწყვეტილება მიიღოს. ფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ კვარას ახალი გამოწვევები სჭირდება და კონკურენცია არა მხოლოდ სხვა გუნდებთან, არამედ საკუთარ გუნდშიც. როგორც მოგეხსენებათ, გავლენიანმა ევროპულმა გამოცემა ტრანსფერ მარკეტმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში ფასები გაანახლა. ახალი განახლების შედეგად ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის ხვიჩე კვარაცხელიას ფასი 5 მილიონით შემცირდა. ახალგაზრდა ქართველი გარემარბის ახალი ფასი ამჟამად 80 მილიონ ევროს შეადგენს. საგულისხმოა, რომ შემცირდა ვიქტორ ოსიმენის ფასიც და ამჟამად ნიგერიელი ფორვარდი 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ცნობისთვის ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაზე კვლავ ალაპარაკდნენ. მილანის ინტერის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ, რომელიც ახლა ტელეკომპანია დაზნზე მიმოხილველად მუშაობს, ნაპოლიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლელთა თამაში ჩავარდნა ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლოს შეინიშნებოდა, როდესაც გუნდში ლუჩიანო სპალეტი მუშაობდა.
კვარაცხელია ვეღარ ახერხებს უფრო მშვიდად თამაშს. ოსიმენს გარშემო ყოველთვის 4-5 ფეხბურთელი ყავს. ნაპოლიმ ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოძებნოს. დე ლაურენტისი სატრანსფერო ბაზარზე უნდა ჩაერიოს. მაგალითად, იუვეს გოლები გააქვს სტანდარტული მდგომარეობებიდან გატის წყალობით. ჩემი აზრით, ნაპოლიმ სტანდარტებზე ბევრი უნდა იმუშაოს და იყიდოს ნახევარმცველი, რომელიც სეზონში 5 გოლს გაიტანს. ახლა პრაქტიკულად ყველა აკავებს ნაპოლის იმ წყაროებს, რომელმაც გუნდს შარშან სკუდეტო მოაგებინა. გასული სეზონის ბოლო ნაწილში სპალეტის დროსაც ნაპოლის კრიზისი უკვე დაწყებული იყო. თქვა სტრამაჩონიმ. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ნაპოლის პრობლემები გასული სეზონის ბოლოსკენ დაეწყო და სკუდეტო დიდი ფორის ხარჯზე აიღეს. კვარას ნაპოლიში დარჩენაც რეალურია ჩემი მიერ მოყვანილ სიტუაციაში. გაიყიდოს ოსიმენი პლუს-მინუს 150 მილიონად. ნაპოლიში მოიყვანონ ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი და ნახევარდაცვაში 1-2 ხარისხიანი ფეხბურთელი, რომელმაც ზუსტად იცის რა სიტუაციაში სივრცე გახსნას. სად თავად წაიღოს ბურთი და როდეს დაბრუნდეს უკან. ოსიმენის ნაცვლად სიმეონე, რომელიც შეეწყობა კვარაცხელიას და გუნდში იყოს მხოლოდ ერთი ვარსკვლავი კვარას სახით. ასე ნაკლები კონფლიქტი გამოვა და მეტი გაგება თამაში. ყველას ერთი კონკრეტული და საერთო მიზანი ექნება. კვარა. ეს მისცემს ქართველს მეტ შანსს შესაბამისად შედეგიც იქნება. თუმცა ცუდი ისაა თუ თავში აუვარდა ან უკონკურენციო გარემოში მოდუნდა. თუმცა არ ამგონია ეგეთ ვითარებაში კვარა სიამოვნებით ითამაშებს. იტალიის სერიას მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში რომამ ნაპოლის უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ამის შემდეგ სკუდეტოს მფლობელი გუნდი მე-7 პოზიციაზე ჩაეშვა. ის ლიდერ ინტერს უკვე 17 ქულით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელია 90-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა გუნდს ვერაფრით დაეხმარა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა რომას თავკაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 38 წუთზე ბრაიან კრისტანტე ხვიჩას წინააღმდეგ დაჯარიმდა. საჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ეს მაშინვე გააპროტესტა განსაკუთრებულმა და მანაც ყვითელი ბარათი მიიღო. ინციდენტი ამით არ დასრულებულა. როდესაც ხვიჩა მოურინიოს სიახლოვეს ჩაიარა, პორტუგალიელი მასზე გადმოერთო და უყვირა. ბასტა, ანუ საკმარისია. რომას თავკაცი ხვიჩას მხრიდან სიმულაციას გულისხმობდა. ამას კი პორტუგალიელ სპეციალისტსა და ქართველ ფეხბურთელს შორის შელაპარაკება მოყვა, რომელიც აგრესიულად კი დაიწყო, თუმცა ბოლოს ისინი ერთმანეთს მშვიდობით დაცილდნენ. ჟოზე მოურინიო მიუხედავად იმისა, რომ გენიალური მწვრთნელია, როგორც ადამიანი, იგივე სიმაღლეზე ვერაა. გვახსოვს ის ოინები და სიძულვილი, რომელიც მან მადრიდის რეალში დათესა. ამ გადმოსახედიდან მან ბავშვობა გაგვილამაზა და სანახაობრივი ელ კლასიკოები გვაჩუქა. მეორეც მხრივ ის არეული შიდა გარემო, კონფლიქტები კასილასთან და ასე შემდეგ. კვარაცხელიასთან სიტუაციაში მან მთელი ნეგატივი და ბოღმა ქართველზე ამთხია. თითქოს სამიცცა და ქართველის დაბნევა და თამაშის ტემპიდან ამოგდება. ეტყოდა ხვიჩას ისეთ რაღაცეებს, რაც ტვინში და გულში ჩარჩებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელს და მატჩის დასასრულამდე შეაწუხებდა და არ მოასვენებდა. მოურინიო ნებისმიერი ხერხებით ეხმარება თავის გუნდებს, არა მხოლოდ საფეხბურთო და ასე სანამ გააძევებდნენ კვარას დაღი დაუტოვა. მეორე ტაიმში ნაპოლის ჯერ მატეო პოლიტანოს, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენი გაუძევეს. ამ ორ ინციდენტს შორის კი იყო შეცვლაზე შესული ლორენცო პელეგრინის გამარჯვების გოლი. მან ელ შაარავის პასით ისარგებლა, ბოლოს კი მერეც რომელო ლუკაკუმაც გაუტანა. ამ მოგებით რომამ ნაპოლის გადაასწრო. კალციო ნაპოლი 24-ის ცნობით მატჩის შემდგომი ხანგრძლივი ინტერვიუების გამო მაძარის დააგვიანდა და გუნდის ავტობუსმაც ნეაპოლისკენ გეზი მის გარეშე აიღო. თავდაპირველად უცნობი იყო თუ რატომ არ დაელოდნენ მთავარ მწვრთნელს, ან როგორ გამორჩათ ავტობუსში მისი არ ყოფნა, მაგრამ ფაქტია ვალტერი რომიდან ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ტუტო ნაპოლიმ დაწერა, რომ მაძარი პირადი ოჯახური მიზეზებით შეყოვნდა რომში, რის გამოც შემდეგ ნეაპოლში მარტო დაბრუნდა. ჩვენი ახალი მინი რუბრიკა Football Minute. შეგახსენებთ მოიწონოთ ეს ვიდეო და არხიც გამოიწეროთ, მე კი მანამდე მოგიყვებით თუ რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში, რათა იყოთ საქმის კურსში. ბარსელონას და ურუგვაის ნაკრების მცველი მიუნხენის ბაიერნის სამიზნეშია. Mundo Deportivos ცნობით გერმანელები მზად არიან ზაფხულში 24 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად ფინანსური რესურსი არ დაიშურონ. როგორც ესპანური გაზეთი წერს, რეკორდმაისტერი მზადაა ბარსელონას არაუხოში 100 მილიონი ევრო შესთავაზოს. ზოგადად ბაიერნისთვის მსგავსი თანხის გაღება ტრანსფერში არც თუ ისე ხშირია, მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან მიუნხენში მატიას დელიხტის თამაშით კმაყოფილები არ არიან. თითქმის 13 თვიანი საგა დასრულდა. ინგლისელი ბიზნესმენი სერ ჯიმ რედკლიფის კომპანია აინეოსმა მანჩესტერ იუნაიტედის 25%-იანი წილი 1.24 მილიარდ ფუნტად შეიძინა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ რაც გლეიზერებმა გუნდის გარკვეული წილის გაყიდვა გადაწყვიტეს,
წყვიტეს, რედკლიფი მის შეძენას შეეცდებოდა. აქამდე მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც კლუბმა დაადასტურა 25%-იანი წილის შეძენასთან ერთად, კომპანია აინეოს ასევე კლუბის საფეხბურთო ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი. AS-ის ცნობით ბლაუგრანა ხავისგან მინიმუმ 200 ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩაანაცვლებენ სხვა მწვრთნელით. ხავისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მარტივი ესპანეთის სუპერთასია, რადგან ლალიგაში საქმე არც თუ ისე კარგადაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგისთვის ჩემი აზრით ჯერ ბოლომდე მზად არ არიან, რადგან გუნდში ბევრი ტრავმაა და აკლიათ სტრუქტურირებული თამაში. მარკა იტყობინება, რომ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან გაძევება ემუქრება სხვადასხვა დარღვევების გამო. UEFA გადაწყვეტილებას თებერვალში მიიღებს. მადრიდის რეალი დაინტერესებულია რაფაელ ვარანის დაბრუნებით. მოგეხსენებათ, ალაბას და მილიტაოს ტრავმების ფონზე გუნდი საჭიროებს ახალ და უკვე გამოცდილ ცენტრალურ მცველს, რომელიც დაეხმარება მადრიდულ გრანტს ამ სეზონის მაქსიმალურად კარგ ნოტაზე ჩამთავრებაში. ტრანსფერმარკეტი მცველს 24 მილიონ ევრო დაფასებს. ამიტომ ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება. ერთადერთი პრობლემაა, რას უპირებენ ფრანკს, როდესაც ალაბა და მილიტაო დაბრუნდებიან. დღეისთვის კი სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. დაწერეთ, დავტოვოთ თუ არა ეს ახალი მინი რუბრიკა და აბა წარმატებები.